მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს გავაზრდით ვიდეო გაკვეთილს თუ როგორ დავრეგისტრირდეთ ჩინურ საიტზე, როგორიცაა AliExpress.com-ი. ვეცდები რომ დეტალურად და ასევე ნაბიჯ აგიხსნათ დარეგისტრირების მთლიანი პროცესი. ამისათვის პირველ რიგში უნდა შევიდეთ საიტ AliExpress.com-ზე. საიტის ბული მითითებულია ვიდეოს ქვევით აღწერაში. მაშ ასე შევდივართ საიტის გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ აქ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა, არის ქართული, რუსული, ინგლისური და ასევე სხვა უამრავი ენებიც. ქვევით განთავსებულია რეგისტრაციის ღილაკი, ვაწვევით მას და გადავდივართ ახალ გვერდს. აქ ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტა, სახელი, გვარი, პაროლი, იგივე პაროლი შეიყვანოთ განმეორებით. აქ კი ჩაწერეთ ის კოდი, რომელიც მითითებული იქნება თქვენთან რეგისტრაციის დროს. თუ არასდროს ჩაწერეთ ან გარკვევით არ ჩანს, შეგიძლიათ დააწვეთ ამ ღილაკს და განაახლოთ. ასევე შეგიძლიათ Facebook account-ით რეგისტრაცია, მაგრამ ჩვენ დღეს განვიხილავთ email-ით რეგისტრაციას. ნიმუშის სახით მე შევავსებ ყველა მონაცემებს. აუცილებლად დაწერეთ ლათინური ასოებით. ვაჭერთ ღილაკს და ავტომატურად გადავდივართ AliExpress-ის ვებ გვერდზე. როგორც ხედავთ, ჩვენ დავრეგისტრირდით. აქ ზევით მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა ჩვენი სახელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავრეგისტრირდით AliExpress.com-ზე. ამის შემდეგ ჩვენ შევდივართ ჩვენს ელექტრონულ პოსტაში. როგორც ხედავთ, ჩვენ მოგვივიდა წერილი, ხსნით მას და აქ წერია, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება AliExpress-ზე, თხოვთ და ადასტუროთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით და ვაჭერთ ღილაკს. როგორც ხედავთ, ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი დადასტურდა. ამის შემდეგ კვლავ ვბრუნდებით AliExpress-ის ვებ გვერდზე. მაშ ასე მეგობრებო, გავიარეთ ჩვენ რეგისტრაციის პირველი ეტაპი, გადავდივართ მეორე ეტაპზე და უნდა შევიდეთ აქ მისამართების განყოფილებაში, ვაწვევით ღილაკს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. აქ უნდა ჩავწეროთ ჩვენი სახელი და გვარი, აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, როგორც პირადობის მოწყობაში თუ პასპორტში გიწერიათ, რათა შემდგომში პრობლემები არ შეგექმნათ პოსტაში ამანათის გამოტანის დროს. აქ უნდა ჩავწეროთ ქვეყანა, აქ ჩვენი საცხოვრებელი სახლის ან ბინის მისამართი, აქ ქალაქი, აქ უნდა მიუთითოთ ჩვენი საფოსტო ინდექსი, აქ ვწერთ ჩვენი მობილურის ნომერს, აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ბინის ჩვეულებრივი ტელეფონი, თუ არა გაქვთ იგივე მობილურის ნომერი მიუთითეთ და ვაწვევით მერე ღილაკს. ნიმუშისთვის მე შევავსებ ამ ყველა მონაცემებს, როგორც ხედავთ, ყველა მონაცემები შევსებულია. დღეისთვის განვიხილე მე ვარიანტი ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთათვის. თუ თქვენ სხვა ქალაქის ან რეგიონის მაცხოვრებელი ხართ, ჩაწერეთ თქვენი ქალაქი, რეგიონი. რაც შეეხება მობილურის ნომერს, როდესაც ჩამოგივათ თქვენ ამანათი, მიიღებთ შეტყობინება საქართველოს პოსტადან SMS-ის სახით. თუ SMS-ი არ მოგივიდათ, მაშინ დაგიკავშირდებიან მითითებულ ნომერზე, იქნება ეს მობილური ნომერი თუ სახლის ანუ ეგრეთ წოდებული ქალაქის ნომერი. რაც შეეხება საფოსტო ინდექსს, თუ თქვენ არ იცით, მე გაჩვენებთ თუ როგორ უნდა მიუთითოთ თქვენთვის სასურველი საფოსტო ინდექსი. ეს არის საქართველოს პოსტის ვებ გვერდი, რომლის ბმული აუცილებლად მითითებული იქნება ვიდეოს ქვევით აღწერაში. შევდივართ აი ამ განყოფილებაში, სერვის ცენტრები, ვაწვევით ღილაკს და როგორც ხედავთ, აქ ნაჩვენები არის საქართველოს ტერიტორიის რუკა. თუ სად არის განლაგებული საქართველოს პოსტის სერვის ცენტრები. ასევე ქვევით ნაჩვენებია როგორც ქალაქ თბილისის, ასევე სხვა ქალაქების თუ რეგიონების სერვის ცენტრების მისამართები. თუ თქვენ ხართ სხვა ქალაქის თუ რეგიონის მაცხოვრებელი, უნდა იპოვოთ აქ თქვენი სასურველი მისამართი და ეგ ბოლოში წერია საფოსტო ინდექსი. ჩვენ დღეისთვის განვიხილავთ თბილისის ვარიანტს, მე მაწყობს აი ეს თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზირი 67, რომელიც ტერიტორიულად ჩემი საცხოვრებელი ბინის გვერდით მდებარეობს და წერ აი ამ საფოსტო ინდექსს 0186. მონაცემების შევსების შემდეგ ვაჭერთ დამახსოვრების ღილაკს
როგორც ხედავთ, მონაცემების შევსება წარმატებით დასრულდა. თუ რაიმე შეგეშალათ ან არასწორად ჩაწერეთ, აქ არის ღილაკი რედაქტირების ანუ შესწორების, ვაჭერთ ამ ღილაკს და შეგიძლიათ შევცვალოთ რაიმე არასწორი ინფორმაცია. მაშასე მეგობრებო, დღეისთვის ალბათ სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ დიზლაიქი გაუკეთეთ. გამოიწერეთ ნებისმიერი ნივთი 7%-იანი ფასდაკლების სერვის VPN-ის მეშვეობით, ან კიდევ 8% ნახევრიანი ფასდაკლებით, ამ შემთხვევაში სერვის VPN Webmaster-ის დახმარებით. ისი ამონეთ და ისი არგლებით ამ ფასდაკლებებით. სერვის VPN-ის ბმული განთავსებულია ვიდეოს ქვევით აღწერაში. შეგიძლიათ გადახვიდეთ აბონზე და თავად გაეცნოთ მას. თუ რაიმე შეკითხვები გექნება, შეგიძლიათ მომწეროთ აქ Facebook გვერდზე, პასუხს აუცილებლად გაგცემთ. გამოიწერეთ ეს არხი ამანათები ჩინეთიდან, მომავალში ჩვენ გველის უფრო საინტერესო ამანათების მოკლე მიმოხილვა. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს, ახლობებს, YouTube-ზე, Facebook გვერდზე და სხვა სოციალურ ქსელებში. მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.